საფრანგეთის პოლიციამ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე ჩატარებული საკმაოდ ფართომასშტაბიანი ოპერაციის დროს არც მეტი და ნაკლები ეს ნამუშევარი აღმოაჩინა, დიახ. პაბლო პიკასოს ნამუშევარი და ამის თაობაზე ფრანგული გამოცემა Le Parisien წერს მოპარულ ტილოზე, რომლის ნამდვილობაც უკვე დადასტურებულია, პიკასოს ერთ-ერთი მუზა მარია ტერეზა ვოლტერია გამოსახული. ნამუშევარი 15 მილიონ ევროთ არის შეფასებული. ფრანგული მედიის ცნობით ჩატარებული ფართომასშტაბიანი რეიდის შედეგად პიკასოს ნამუშევართან ერთად ამოღებული იქნა 17 კილოგრამი კანაფი, 7,000 ევრო ნაღდი ფული და დაახლოებით 200,000 ევროს ღირებულების ძვირად ღირებული ბრენდული ტანსაცმელი და საათები. პიკასოს ტილო ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილის 37 წლის მამაკაცის დეიდის სახლში იპოვეს. და გამოძიების ცნობით მამაკაცი მუშაობდა პარიზში მდებარე კომპანიაში, რომელიც ხელოვნების ნიმუშების კონსერვაცია შენახვით სპეციალიზდება. სინგაპურის მოქალაქის კუთვნილი AS ტილო სწორედ აღნიშნული კომპანიის საცავიდან იქნა მოპარული და დაკითხვისას ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ნამუშევარი მან მოიპარა, თუმცა განმარტა, რომ მიზანი კომპანიის უსაფრთხოების სისტემაში არსებული ხარვეზის გამოვლენა იყო. ანუ საქმეზე, ანუ ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეზე პარიზში საბოლოო ჯამში დაკავებულია 6 პირი, ხოლო პარიზის პროკურატურამ პიკასოს ნამუშევრის ქურდობის ფაქტზე ცხადია ცალკე გამოძიებაც დაიწყო. ამასობაში მანდ რომ დავრჩეთ საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ეროვნული მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ალკოჰოლის მოხმარება საერთოდ აკრძალა და გადაწყვეტილების მიღების განმაპირებებელია ანომალიური სიცხეები და რეკორდული ტემპერატურა, რომელიც ძალიან მაღალ მაჩვენებელს უახლოვდება. სინოპტიკოსების პროგნოზით კვირას ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პარიზის რეგიონსა და ბურგუნდიაში არის ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე გათვება, ზოგიერთ რაიონში კი შესაძლოა 41 გრადუსაც მიაღწიოს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სიცხე პიკს ორშაბათს მიაღწევს და შესაძლოა ისტორიული მაქსიმუმიც კი განახლდეს. ადგილობრივებისა და ტურისტების დასახმარებლად პარიზის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქის პარკები და ბაღები ღამის განმავლობაში ღია დატოვოს დამსვენებლებისთვის და სტუმრებისთვის. საფრანგეთიდან კიდევ ის ამბავია, რომ ავიაკატასტროფაში დაიღუპა ვიდეო თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი მსოფლიო კომპანიის თანამფლობელი და დამაარსებელი კლოდ გიიმო. ის 79 წლის იყო, გატაცებული იყო სამოყვარულო ავიაციით. Ubisoft-ი ეს არის 5 ფრანგი დედმამიშვილის დაარსებული კომპანია, რომელთაც ისეთი თამაშები, ვიდეო თამაშები შექმნეს, როგორც არის Assassin's Creed, Far Cry, Tom Clancy, Rainbow Six-ი, მოკლედ მიუხედავად კომპანიის უამრავი აღმასვლისა და ასევე ვარდნისა, Ubisoft-ი დღემდე ამ ოჯახობის საკუთრებაში რჩება. ჯანმრთელად არიან, მაგრამ მნიშვნელოვანი საჯარო კამათი ჩამოყალიბდა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. ამ უკანასკნელმა დიდი შვიდეულის შეხვედრის შემდეგ არ გაუშვა შანსი ხელიდან თავის სტილში იქედნურად არ მოეხსენიებია იტალიის მთავრობის მეთაური, რომელსაც არ პატიობს ტრამპი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე იტალიის ვარს ირანის დაბომბვისას. მას პოპულარობისთვის სურდა ჩემთან ფოტოს გადაღება და შემეცოდა, ამიტომაც არ უთხარი ვარი, რასაც აი ამას ამბობს პრეზიდენტი ტრამპი და ამას მოყვა ჯორჯა მელონის საკმაოდ ძაფრი რეაქცია, რომ არც კაცმა და არც ხალმა არ იცის პოპულარობას მატებს თუ არა ტრამპთან გადაღებული ფოტოებიო. მოკლედ მხარეები, ანუ ტრამპი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ისე შეყვნენ კამათს, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. აკაც გახურდნენ, როგორც ითქვია. იტალიიდან დიდ ბრიტანეთში გადავინაცვლოთ, აქაც ასევე დიდი ამბებია და შესაძლოა კირ სტარმერმა ამ დღეებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებაც გამოაცხადოს. ინფორმაციას Reuters-ი ბრიტანულ გამოცემა Observer-ზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ სტარმერი გააგრძელებს ლიდერობისთვის ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ მისი გადადგომის მოთხოვნით სტარმერზე ზეწოლა გასულ თვეში ადგილობრივ არჩევნებში მმართველი ლეიბორისტული პარტიის დამარცხების შემდეგ გაიზარდა. შიდა პარტიული დაძაბულობის ფონზე რამდენიმე მინისტრმა თანამდებობა დატოვა და ხო, სტარმერზე ზეწოლა უფრო გაიზარდა პარასკევს, როდესაც მანჩესტერის ყოფილმა მერმა
ენდი ბერჰენმა საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, რაც უკვე მას აძლევს საშუალებას, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოზიციისთვის იბრძოლოს და მან შესაძლოა აი ამ ბატონმა პრემიერ-მინისტრის პოსტიც კი დაიკავოს. სხვადასხვა ამ ამბავს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი და კირსტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგებაო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა დონალდ ტრამპმა მან სრული კრახი განიცადა ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში მიგრაციის და ენერგეტიკის მიმართულებით მას წარმატებებს უსურვებს წერს პრეზიდენტი ტრამპი Truth Social-ს თავის სოციალურ ქსელში. ტრამპის გახსენებაზე მოდი ბარემ ისიც ვთქვათ, რომ გუშინ როცა მიდიოდა მოლაპარაკებები შვეიცარიაში, რამაც შედარებით გრძელვადიანი მშვიდობა უნდა მოიტანოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არასვენებდა გამჩენი ამერიკის პრეზიდენტს, რომელიც ზუსტად მოლაპარაკებების პარალელურად გაუჩერებლივ წერდა სოციალურ ქსელში და აკეთებდა სხვადასხვა კომენტარებს, მათ შორის ირანთან დაკავშირებითაც. ეს ეთყობა რაღაც ახალი ტაქტიკა არის დიპლომატიაში, ან მოწინააღმდეგესთან ერთი ხელით გამართო სამშვიდობო მოლაპარაკებები და მეორე ხელით გააგრძელო მასზე ზეწოლა. ირანმა დაუყოვნებლივ უნდა აიძულოს ლიბანში თავისი დაფინანსებული პროქსი ძალები, რომ პრობლემების შექმნა შეწყვიტონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ირანს კვლავ ძლიერად დავარტყავთ, ისე როგორც გასულ კვირაში, მაგრამ უფრო ძლიერად. წერს პრეზიდენტი ტრამპი Truth Social-ს. მაგრამ ამის პარალელურად Fox News-ის ჟურნალისტი ტრეი ინგსტი და ეს პრეზიდენტთან პერიოდულად ურეკავს Fox-ის ჟურნალისტებს ესაუბრა დონალდ ტრამპს, რომელმაც განუცხადა პირდაპირ, რომ თუ საჭირო გახდება ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს სრულად დავამყარებს. თუ ისინი შეთანხმებას არ გააფორმებენ, მაშინ ჩვენ დავაწესებთ გადასახადებს ჰორმუზის სრუტეზეო, აცხადებს ტრამპი. ასევე ინგსტის განცხადებითვე ტრამპმა მას უთხრა ტელეფონით, რომ გუშინ ირანელებს ესაუბრა და ისინი გააფრთხილა, რომ სრუტე არ დახურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა აღარ ექნებათ. ესე პირდაპირ აცხადებს Fox-ის ერთ-ერთი წამყვანი რეპორტიორი ინგსტი. ამის შემდეგ კი იწყება ის, რაც უკვე ჩემენაზე საინფორმაციო მაკულატურა ჰქვია, ჩემი როგორც არამედია პროფესიონალის ენით ვსაუბრობ. ჯერ იყო და გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიაში შეერთებულ შტატებსა და ირანის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თბილისის დროით 21 საათზე უკვე დასრულებული იყო. ამის პარალელურად ძირითადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მედიამ დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ შეხვედრა საერთოდ ჩაიშალა. და ირანის მხარე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა მოლაპარაკებების მაგიდას, როცა და თუ ის პრეზიდენტი ტრამპი ბოდიშს მოიხდიდა თავისი გაკეთებული განცხადებების გამო. რაც რბილად რომ ვთქვათ, წარმოუდგენელია ტრამპმა ბოდიში მოიხადოს, რადგან სიტყვა ბოდიში ან ვწუხვარ ან მომიტევეთ ან რაღაც მაგდაგვარი კონოტაციით დონალდ ტრამპის საკომუნიკაციო ლექსიკონში წყლად არ მოიპოვება. ამას წინ უძღოდა ირანელების ვარი ერთობლივ ფოტო გადაღებაზე და საჯარო განცხადებებზე, რასაც მოყვა ვიცე-პრეზიდენტის ჯეი-დი ვენსის განცხადება, რომ შეერთებული შტატების და ირანისთვის ეს არის ისტორიული შეხვედრა და შანსი ირანელი ხალხისთვის რეგიონი დაუბრუნდეს განვითარებას. ვენსის სიტყვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური უხერხულობები შეუქმნა პაკისტანის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის გვერდით ისმენდნენ ამ განცხადებას და ასევე კატარის წარმომადგენელსაც. შეხვედრაში ფაქტობრივად მონაწილეობას იღებდნენ შეერთებული შტატების, ირანის და ორი შუამავალი სახელმწიფოს, ეს იყო კატარი და პაკისტანის წარმომადგენლები, რომლებიც ამერიკულ დელეგაციას შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი ხელმძღვანელობდა. ხო, და მის შემადგენლობაში იყვნენ, აგვირდებით კიდევაც ახლა ამას, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ასევე ამ შემადგენლობის კიდევ ერთი უცვლელი მონაწილე ჯარედ კუშნერი, რომელიც გარდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისა ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსით სარგებლობს, იგი პრეზიდენტ ტრამპის საყვარელი სიწია. რაც შეეხება ირანის მხარეს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შედის, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიფიც უძღვებოდა და ესენი იყვნენ
თქვენს წინაშე ვინც არიან წარმოდგენილნი უცვლელად ირანის მხრიდან. Ну, რა შეგვიძლია ვთქვათ ახლა აი ამ შეხვედრის რეზუმირებისთვის. ალბათ ბევრი არაფერი თუ არ ჩავთვლით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სრულად გამიზნულად აკეთა ალბათ ეს განცხადებები, რომ აღნიშნული შედეგი ნამდვილად იყო. დიდი ალბათობით უახლოეს საათებში მოვისმენთ ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელის ჯეი დი ვენსის ანუ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს მიღწეული თუ მიუღწეველი თუ ჩაშლილი გარემოებების შესახებ და ამის შემდეგ შეგვეძლება მეტი დასკვნების გაკეთება. მანამდე მაინც და ყველაზე მეტად ალბათ ისევ ბიზნესი და სოფლიო სავაჭრო პლატფორმებზე არსებული მოთხოვნა მიწოდება გვეთქვის რა ვითარება სოფლიოში. და ვიდრე ამას მოგახსენებთ, ორი სიტყვით გეტყვით, რომ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა კატარის და პაკისტანის ერთობლივი განცხადება, სადაც ამბობენ, რომ მიღწეულია იმედის მომცემი პროგრესი მხარეებს შორის და მათ შორის შემდგომი ტექნიკური მოლაპარაკებების კუთხით, მექანიზმის შექმნის კუთხით. ანუ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაღალი დონის კომიტეტი შეიქმნება ირანს და შეერთებულ შტატებს შორის, რომლებიც საბოლოო შეთანხმების მიღწევის საგზაო რუკაზე შეთანხმდნენ, რაც საფუძველს ჩაუყრის შემდგომი ტექნიკური მოლაპარაკებების ასე ვთქვათ დაუყოვნებლივ დაწყებას. ანუ რაიმე ტიპის ტექნიკური მოლაპარაკებები ლუცერნში, შვეიცარიაში, სადაც იმართებოდა ეს მოლაპარაკებები, არ შეთანხმებულა და ხო, მხარეები ასევე შეთანხმდნენ მხარეებსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის მედიატორების ხელშეწყობით კონფლიქტის მოგვარების უჯრედის შექმნაზე. ლიბანში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის უზრუნველყოფის მიზნით. მოკლედ ეს არის პაკისტანის და ყატარის ერთობლივი განცხადება. ეს არის ის ორი შუამავალი სახელმწიფო, რომელიც ფაქტიურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობს, რომ ირანი და შეერთებული შტატები სამშვიდობოდ გაიყვანოს მოლაპარაკებების კუთხით. კარგი, მოდი გადავხედოთ ნავთობის მსოფლიო ფასებს. ბრენტი კვლავ არის და დაუბრუნდა $80 ნიშნულს, რასაც ჩვენ უყურებთ. ეს არის დაახლოებით 79.9 თუ ლაივ რეჟიმში გაინტერესებთ ამ დროისთვის. $75.9 არის WTI, ანუ ნედლი ნავთობი. რაც შეეხება რუსულ იურალს, იგი 66-ის ფარგლებშია ამ დროისთვის, მან მოიმატა. სიახლე არის ის, რომ 17 ივნისს ასევე რაც დადასტურებულია, შემიძლია გითხრათ, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებისგან გამონაკლისის ვადა აღარ გაახანგრძლივაო. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანთან ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმება მოსკოვზე მეტი ზეწოლის გამოყენების საშუალებას მისცემს.